თავდაპირველად ჩვენს ქვეყანაში გაყიდვების სფერო ცოტათი კითხვითი ნიშნის ქვეშ იყო. ეს ასოცირდებოდა პირდაპირ იმათთან, ვინც ვაჭრობს და რაღაცნაირად მოტყუებასთან და რეპუტაცია გაფუჭებული ქონდა. შენი აზრით, გაყიდვების მიმართულება მხოლოდ ამ პროფესიის ადამიანებისთვის არის საჭირო, თუ ნებისმიერი ადამიანისთვის არის ეს პროფესია აუცილებელი იმისთვის, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ დღესდღეობით და განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, როცა სრული გადალაგება მოხდა, არა მხოლოდ ბიზნესებში, ცნობიერების კუთხითაც და ადამიანებს გაუჩნდათ ამბიცია, რომ საკუთარი საქმით ისიამოვნონ და თან აკეთონ ფული, უკვე ყველასთვის, შემიძლია ვთქვა აბსოლუტურად ყველასთვის. ცალკე ადამიანი, რომელიც რაღაც პროფესია აქვს და თავისი სფეროს განვითარება უნდა, ადამიანები, რომლებიც ჩვენ ვიცით, სადაც ვართ ახლა სივრცეში, არიან ფრილანსერები და ყველაზე მეტად ტკბებიან თავისუფლებით, ყოველ შემთხვევაში მიდრეკილება ძალიან აქვთ აქეთ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი სხვა სფეროს წარმომადგენელს არ აქვთ, თუმცა ამ ადამიანებს განსაკუთრებით არ უყვართ თითქოს ეს რუტინული სამუშაო და სჭირდებათ საკუთარი საქმის კიდევ უფრო მეტად და ორმაგად წინ წაწევა, პრომოუშენი და გაყიდვა. და ადამიანები უკვე რომლებიც დასაქმებულები არიან ორგანიზაციებში. მგონი არ რჩება არავინ.